ბათუმის უმაღლესი საზღვაო საინჟინრო სასწავლებელი ანრი 2000 წლის ივნისში დაფუძნდა. იგი როგორც საზღვაო საწვრთნელი ცენტრი გაიხსნა. ამ ინიციატივის ავტორი შორეული ნაოსნობის კაპიტანი, ოდესის უმაღლესი საზღვაო სასწავლებლის კურსდამთავრებული, საზღვაო აკადემიის ყოფილი პრორექტორი, ტექნიკის მეცნიერებათა კანდიდატი ანზორ დიასამიძეა. მის სახელს უკავშირდება საქართველოში პირველი საზღვაო სასწავლო საწვრთნელი ცენტრის შექმნა და საერთაშორისო კონვენციების სტანდარტების დანერგვა. სწორედ ამ ნაბიჯის შემდეგ მოხდა საქართველოს როგორც საზღვაო ქვეყნის აღიარება. შედეგად ჩვენმა ქვეყანამ ეგრეთ წოდებულ საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის თეთრ სიაში გადაინაცვლა, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველოს მიერ გაცემული სერტიფიკატები და დიპლომები აღიარებულია საერთაშორისო მასშტაბით. შესაბამისად, ჩვენს მეზღვაურებს საშუალება აქვთ დასაქმდნენ მსოფლიოს ნებისმიერ გემთ გლობალ კომპანიაში. განათლება, გამოცდილება, კონტაქტები, მთელი თავისი რესურსი ჩადო ანზორ დიასამიძემ სრულიად ახალ საქმეში და დამოუკიდებელი საზღვაო საწვრთნელი ცენტრი დააარსა. ეს თვისობრივად ახალი საფეხურია საქართველოს როგორც საზღვაო ქვეყნის განვითარებაში. საზღვაო სასწავლო ცენტრი, რომელიც მოქმედებს ჩვენს სასწავლებელში, დაფუძნებულია 2000 წელს. ამ საზღვაო სასწავლებელ ცენტრის ბაზაზე ჩვენ შევქმნით ბათუმის უმაღლესი საზღვაო საინჟინრო სასწავლებელი ანრი. დღეისათვის ფუნქციონირებს საზღვაო საწვრთნელი ცენტრი, რომელსაც გააჩნია აღიარება როგორც საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ, ასევე საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის მხრიდან. ჩვენ ვატარებთ მომზადებას და გადამზადებას მოქმედი მეზღვაურების, მათ სერტიფიცირებას. უმაღლეს საზღვაო საინჟინრო სასწავლებელში დღეს სწავლების 3 საფეხური ფუნქციონირებს. აქ საშუალო პროფესიული განათლების მიღება ნებისმიერ მსურველს 9 კლასის საბაზო განათლების საფუძველზე შეუძლია. მსმენელთა ასაკი შეზღუდული არ არის. ნებისმიერ ადამიანს შესაძლებლობა აქვს საერთაშორისო კონვენციები დადგენილი სტანდარტების შესაბამისი კვალიფიკაცია მიიღოს და სხვადასხვა მცურავ საშუალებების რიგით შემადგენლობაში დასაქმდეს. ანრი უმაღლეს საბაკალავრო პროგრამებსაც ახორციელებს. როგორც ყველა აკრედიტებულ უმაღლეს სასწავლებელში, აქაც მიღება ეროვნული გამოცდების მეშვეობით ხორციელდება. ჩვენი სასწავლებელი მოიცავს საწვრთნელ ცენტრს, ეს არის მეზღვაურების მომზადება, გადამზადება და სერტიფიცირება, არის უმაღლესი და პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამები და გვაქვს დასაქმების ცენტრი. პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხვა არის სურვილისამებრ გასაუბრების გზით. ნებისმიერ შეუძლია მოვიდეს, გაიაროს გასაუბრება, ჩაირიცხება მატროსის ან მოტორისტის სპეციალობაზე, გაივლის 1 წლიან ან 2 წლიან სწავლებას. უმაღლესში მოწყობა არის ეროვნული გამოცდების საფუძველზე, არის 4 წლიანი სწავლა გემწამყვანი და გემთმექანიკური სპეციალობებით. სასწავლებელი ყველა პირობას უქმნის სტუდენტს განათლების მისაღებად. მაღალკვალიფიციური და გამოცდილი პედაგოგები აქ საზღვაო საქმესა და იმ ძირითად საბაზისო მეცნიერებათა საფუძვლებს ასწავლიან, რომლებიც აუცილებელია ნავიგაციის, მექანიკოსისა და ელექტრომექანიკოსის სპეციალობების დასაუფლებლად. საზღვაო სპეციალობებს სჭირდება ისეთი დამხმარე საგნების სწავლა, როგორიც არის მათემატიკა, ფიზიკა, ქიმია, ენები, ასევე კომპიუტერული ტექნიკა. მათი ფუნდამენტალური შესწავლა არის საჭირო იმისთვის, რომ შემდგომში იგი დაეუფლოს იმ სპეციალობას, რომელიც სპეციალობასაც ის ირჩევს. Or is it hot? It's warm outside. Very good. სასწავლებლის ხელმძღვანელობა განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს ინგლისური ენის, როგორც საერთაშორისო საზღვაო ენის შესწავლას. Okay, deck and engine. ახლა ანრის პირველი საშუალო პროფესიული საფეხურის სტუდენტები სტანდარტულ ბრძანებებს ეცნობიან. საზღვაო ტერმინოლოგიასა და აბრევიატურებსაც საერთაშორისო კონვენცია არეგულირებს. პირველ ყოვლისა მეზღვაურს სჭირდება ჩვეულებრივ საბაზო ინგლისური სასაუბრო, ამასთანავე ტერმინოლოგია, რათა დაამყაროს კომუნიკაცია ისევ მეზღვაურებთან და სასაუბროსთან ერთად უნდა იცოდნენ აუცილებლად საზღვაო ტერმინოლოგია, ამისთვის ჩვენ გვაქვს პროგრამები, ერთ-ერთი არის მარლინსის სახელმძღვანელო,
ასევე არის IMO-ს კონვენციები, სოლასი, მარპოლი, კოლრეგიანუ. ჩვენ სასწავლებელში ანრიში არის ყველანაირი პირობა, ყველანაირი სახელმძღვანელო იმისთვის, რომ მომავალ მეზღვაურს შევასწავლოთ ინგლისური. ეს კი თანამედროვე სიმულატორია. აქ მოქმედი მეზღვაურები მეცადინეობენ. საერთაშორისო სტანდარტების მოთხოვნით ისინი ვალდებულნი არიან ყოველ 5 წელიწადში ერთხელ ახალი კომპეტენციის სერტიფიკატი აიღონ. გარდა სიმულატორებზე ჩატარებული ინსტრუქტაჟისა, მათ თეორიული კურსებიც უნდა გაიარონ. უმაღლეს საზღვაო საინჟინრო სასწავლებელს ამ პოზიციაზე ყველაზე გამოცდილი კადრები ყავს. ვატარებ ლექციებს ჩვენ მეზღვაურების მექანიკებს მეოთხე მესამე მეორეს და სტარმეხების არის ასეთი საგანი engine team resources leadership and teamwork. ეს რას ნიშნავს? Это работа на судне, это безопасность, это его все, как говорится, знания, которые он должен здесь показать. Мы обучаем этому и также обучаем работе вместе с иностранным экипажем. У нас есть специальная программа, утвержденная польским регистром и грузинским морским администрацией. Это программа, которая введена, и по этой программе мы ведем занятия. Это у нас есть специальный кабинет, где в этих компьютерах имеется эта программа. Вот. По этой программе проходим что? Подготовка всех систем. Это масляные системы, воздушная система, все, которое положено для главного двигателя и вспомогательных механизмов. Вот. Это они все проходят. После этого они готовят, подготовка идет главного двигателя и вспомогательных механизмов. მეოთხე წელია მე ვმუშაობ ბათუმის უმაღლეს საზღვაო საინჟინრო სასწავლებელში, ანრიში, პედაგოგის თანამდებობაზე, ასე ვთქვათ. ლექციებს ვკითხულობ მეზღვაურებთან, როგორც რიგით შემადგენლობასთან, ასევე მეთაურთა შემადგენლობაში არის ასეთი ტანკერებზე მუშაობის საწყდნელი კურსი. ეხლა ეს კურსი შეისწავლის არის ასეთი საერთაშორისო საზღვაო კონვენცია STSW 95, რომელიც ეხება მეზღვაურთა დიპლომირებას, მომზადებას და ვახტაზე დგომის დგომას. ამ კონვენციის თანახმად ჩვენ გვაქვს პროგრამა, ძირითადი აქცენტი შესწავლის დროს, რა თქმა უნდა, ეთმობა ტექნიკური უსაფრთხოების საკითხი მაღალ საფეხურზეა. შემდეგ საშიში ტვირთების გადატანა ტანკერებზე, როგორც ქიმიური, ასევე თხევადი ნავთობის პროდუქტების აირბზით ტანკერებზე და ამის ირგვლივ ხდება მათი მომზადება. ჩვენ საზღვაო ადმინისტრაციის წინაშე ვართ პასუხებელი იმ საკითხებზე, რაც არის გათვალისწინებული სასწავლო პროგრამის მიხედვით, რომ ეს პროგრამა სრულყოფილად იქნეს მიტანილი მეზღვაურებთან. მომავალი მეზღვაურები ხანძარ საწინააღმდეგო წვრთნას გადიან. სასწავლებლის ეზოში ეს გემი სწორედ ამ პრაქტიკული მეცადინეობისთვისაა დამონტაჟებული. სიტუაცია აბსოლუტურად რეალურს უნდა ჰგავდეს. დაწყებული ცეცხლგამძლე სკაფანდრის ჩაცმიდან დამთავრებული ცეცხლის ლოკალიზაციით. ყველაფერი კარგად გოგო, მოსაძვანია. ამ აუზში მუდმივად 5 ტონა წყალია. ცეცხლიც და წყალიც რეალურია. ამ პროცესს ვერც კომპიუტერები და ვერც ულტრათანამედროვე სიმულატორები შეცვლის. ისევე როგორც გაშლილ ზღვაში, მანევრირება ექსტრემალურ სიტუაციაში მექანიკურ მართვაზე გადადის. სწორედ ამიტომ ითხოვს საერთაშორისო სტანდარტი ყოველი მეზღვაურის თეორიული განათლების დამადასტურებელ დიპლომთან ერთად 12-თვიან საცურაო პრაქტიკას. ანრი აქაც ნოვატორი და რეალურ სწავლებაზე ორიენტირებული აღმოჩნდა. მოგეხსენებათ შევიძინეთ ეხლა მომავალი პერა, რომელიც არის შორეულ ნაოსნობაში და რომელიც აკმაყოფილებს სავსებით უმაღლესი სტუდენტებს, რამე თუ მათ აიღონ სამუშაო დიპლომი. აქედან გამომდინარე გადიან საცურაო პრაქტიკას. მთელი 4 წლის განმავლობაში, ესე იგი, განაწილებულია ისე, რომ ყოველწლიურად მიიღონ 3 თვიანი პრაქტიკა, რომელიც გამოდის საბოლოო ჯამში დამთავრებასთან ერთად 1 წლიანი საცურაო პრაქტიკა, რომ აიღონ ერთად სამუშაო დიპლომით და საგანმანათლებლო დიპლომით, რომელიც მათ აძლევს შემდგომ საშუალებას იცურავონ სხვადასხვა კომპანიის გემებზე, მსოფლიოს მასშტაბით.
მაგრამ რომ იმუშაონ მეთაურთა შემადგენლობაში, ამისათვის საჭიროა სწავლის პროცესში მათ გაიარონ 12 თვიანი პრაქტიკა კადეტის თანამდებობაზე. ამისათვის აუცილებელია სტუდენტებმა დააგროვონ 12 თვე შორეული ნაოსნობის გემებზე. ჩვენ რო გადაგვეწყვიტა ეს საკითხი, არც თუ ისე დიდი ხნის წინ 22 ივნისს შევიძინეთ შრალ ტვირთმზიდი თბომავალი პერა. მას შეუძლია ერთდროულად პრაქტიკაზე გაატაროს 30-ის ჩვენი სტუდენტი. ჩვენ ფაქტიურად ერთი წლის განმავლობაში შეგვიძლია 120 სტუდენტის პრაქტიკაზე გატარება კადეტის თანამდებობაზე. ახლა გაშლილ ზღვაში წვრთნა მიმდინარეობს. კურსანტები აქ თეორიულ ცოდნას პრაქტიკაში იყენებენ. მეზღვაურის განათლების სპეციფიკიდან გამომდინარე, პრაქტიკული მეცადინეობები მართვისა და სამანქანე განყოფილებასთან რეალური მუშაობა გაცილებით დიდ ეფექტს იძლევა მათი პროფესიონალებად ჩამოყალიბების საქმეში. სასწავლებელს გააჩნია თავისი სამაშველო კანჯო, სამაშველო ნავი. ალბათ გინახავთ არდაგანის ტბაზე სამაშველო ნავი. ეს ჩვენი საკუთრებაა. ჩვენ ვასწავლით ნავის მართვას. ჩვენ ვასწავლით სწრაფმავალი კატარგის მართვას. ჩვენ ვასწავლით როგორ უნდა მოიხმაროს უბედურების დროს სამაშველო ტივი მეზღვაურმა. როგორ უნდა ჩაებას და აიყვანოს ვერტფრენმა უბედურებაში ჩავარდნილი მეზღვაური. ხდება ექსტრემალური სიტუაციებით, მაგრამ ამიტომ ვასწავლით, რომ ის უნდა გადაწყვიტოს უკვე თვითონ პიროვნებამ, კაპიტანმა, თუ როგორ გამევიდეს იმ სიტუაციიდან, რა სიტუაციაში თვითონ ხდება. საზღვაო სფერო ყოველთვის მნიშვნელოვანი იყო ჩვენი ქვეყნისთვის. ეს სტრატეგიული მნიშვნელობის მიმართულება კიდევ უფრო აუცილებელი არის დამოუკიდებელი ქვეყნისთვის, რომელსაც მემკვიდრეობად მძიმე ეკონომიკური გარემო ერგო. წლების განმავლობაში ერთი მეზღვაურის ანაზღაურებით რამდენიმე ოჯახს გაჰქონდა თავი. დღემდე ეს რესურსი ბოლომდე არ არის ათვისებული. კვალიფიციური მეზღვაურების მიერ დღეს ქვეყანაში შემოტანილი თანხა მილიარდს აღწევს წელიწადში. თუ ამ სფეროს სათანადო ყურადღება მიექცევა, იგი მთელი ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობაზე იქონიებს დადებით გავლენას. ჩემი აზრით, დღეისათვის ყველაზე გამართლებულია მეზღვაურების შრომა. აი ელემენტარულად ავიღოთ და გავთვალოთ ის თუ მომავალი მეზღვაური რა თანხებს იღებს განათლების მიღებისთვის და შედეგი როგორი აქვს. თუ რიგითი შემადგენლობას მისი სერტიფიცირებიანად, სწავლა უჯდება 1500 ლარამდის, მისი ხელფასი პირველივე წასვლაზე მინიმუმი $1000. მე ვფიქრობ, რომ ყველა მესამე ოჯახში საქართველოში რომ მეზღვაური იყოს, საქართველო იქნება ერთ-ერთი წარმატებული ქვეყანა. ჩვენი მიზანია გავეხმაროთ მომავალ სპეციალისტებს, ქვეყანას და გავზარდოთ მაღალკვალიფიცირებული მეზღვაურები. იქიდან გამომდინარე, რომ მაღალკვალიფიციური მეზღვაური ქვეყნის სიმდიდრე და სიამაყეა. სწორედ საქმისადმი ასეთი სახელმწიფოებრივი მიდგომით ცდილობს ანდრის ხელმძღვანელობა სასწავლებლის მართვას. აქედან გამომდინარე საყურადსაღებო ამ სასწავლებლის ერთგვარი მეცენატური მიდგომა სტუდენტებისადმი. ანრის საშუალებას აძლევს სტუდენტებს შესაძლებლობების მიხედვით განვადებით დაფარონ სწავლის საფასური. სენატის თანხმობით მიღებული აქვს ამისანა გადაწყვეტილება, რომ ჩვენ სტუდენტებს ავთხოვთ მთლიანი თანხის შემოტანას. ჩვენ მათ ვაძლევთ საშუალებას, რომ გადაეხადონ მინიმუმი თანხა ყოველთვიურად. ჩვენ იმის ნებასაც ვაძლევთ, რომ პირველი შორეული ნაოსნობის შემდეგ შემეიტანოს სწავლის თანხა. კიდევ ერთი ხელსაყრელი პირობაა კომფორტული საერთო საცხოვრებელი, რომელიც ანდრის სასწავლო კორპუსში მდებარეობს. იგი 130 ერთეულზეა გათვლილი და ყველა ოთახს საკუთარი სველი წერტილი და საშხაპი აქვს. ყოველ სართულზე ორგანიზებულია სამზარეულო, მუდმივად ფუნქციონირებს ბუფეტი.
არა აქვს ჩვენთვის მნიშვნელობა ეს ბათუმელი იქნება თუ სხვა რეგიონიდან, ვისაც შესაძლებლობა არ აქვს ვაძლევს საერთო საცხოვრებელს. საერთო საცხოვრებელი გათვლილი არის 130 კაცი. მე ვფიქრობ, რომ სახელმწიფოს პოლიტიკაში უნდა იყოს ჩადებული მომავალი მეზღვაურის მომზადება. ჩვენ გვჭირდება სახელმწიფოს დახმარება. მე არ ვლაპარაკობ ფულით, პოპულარიზაციით. მაღალი თეორიული მომზადების დონე საერთაშორისო მოთხოვნების იდენტური ტრენაჟორები და სიმულატორები, სასწავლებლის ბაზაზე უზრუნველყოფილი 12 თვიანი პრაქტიკა, საკუთრებაში არსებული მცურავი საშუალებები სტუდენტების მაღალი კვალიფიკაციის დონეს განაპირობებს. ჩვენ გავდივართ ყოველ 5 წელში შემოწმებას ხარისხისა და განვითარების სამსახურიდან, გვხებულობთ ლიცენზიას, აკრედიტაციას, რომელსაც ჩვენ ვაკმაყოფილებთ და არანაირი პრობლემა არ გაგვაჩნია. თუმცა სასწავლებელი ამით არ კმაყოფილდება და მომავალ მეზღვაურს კარიერითაც უზრუნველყოფს. ეგ არ არის ჩვენი პირდაპირი მოვალეობა, მაგრამ ჩვენ გავაკეთეთ მაქსიმუმი, რათა ჩვენი კურსდამთავრებულები დაგვესაქმებინათ. 90% ჩვენი კურსდამთავრებულების დღეისათვის მოღვაწეობენ სხვადასხვა კომპანიის გემებზე და ასრულებენ თავის მოვალეობას. ჩვენ თანამშრომლობთ სხვადასხვა კრუინგულ კომპანიებთან, რომლებიც ასაქმებენ მეზღვაურებს, მაგრამ ამავდროულად ჩვენ გვაქვს ჩვენი დასაქმების ცენტრი და ჩვენ თანამშრომლობთ უშუალოდ ვიზასტართან, რომელიც გვეხმარება ჩვენი სტუდენტების დასაქმებაში, მათ პრაქტიკას უზრუნველყოფენ. პირველ პლანზე რა თქმა უნდა ჩვენი სტუდენტები დგას და მას შემდგომ უკვე სხვა დანარჩენი, თუნდაც ის ჩამოყალიბებული მეზღვაური, თუნდაც ის სხვა სტუდენტი, რომელმაც დაამთავრა სხვა სასწავლებელი. ის რომ ჩვენ თანამშრომლობთ ამ კომპანიებთან, რა თქმა უნდა, პირველ რიგში არის ჩვენი გენერალური დირექტორის, რექტორის დამსახურება, ვინაიდან ის ძალიან ზრუნავს იმაზე, რომ ჩვენი სტუდენტებს კონდეს წარმატებული მომავალი და კარგი კარიერა. და ის რომ ისინი სწავლობენ საზღვაო სასწავლებელში არ შემოიფარგლოს მხოლოდ იმით რომ დაამთავრეს ეს სასწავლებელი და ამით დასრულდა მათი მომავალი გზა. ამიტომ ბევრი მოლაპარაკების გზით მოხერხდა ის რომ ჩვენ დღეს გვაქვს ეს საშუალება რომ მომავალ მეზღვაურებს კონდეს წინ კარგი მომავალი. მეზღვაურის პროფესიული განათლება, რომელიც საშუალებას იძლევა გემბანის რიგითის ან სამანქანე განყოფილების რიგითის პოზიცია დაიკავოთ გემზე, თვეში მინიმუმ $1000-იანი ხელფასით უზრუნველყოფთ. საბაკალავრო პროგრამების წარმატებით გავლა და შესაბამისი კარიერა გემზე საკმარისია იმისათვის, რომ თქვენ კაპიტანი ან გემის მთავარი მექანიკოსი გახდეთ. ამ კარიერის შექმნაშიც თქვენი მეგზური ANRI-ის სერტიფიცირებისა და მეზღვაურთა გადამზადების ცენტრია, რომლის სერტიფიკატები და დიპლომები აღიარებულია საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ. ჩვენი მიზანია გავეხმაროთ მომავალ სპეციალისტებს, ქვეყანას და გავზარდოთ მაღალ კვალიფიცირებული მეზღვაურები. იქიდან გამომდინარე, რომ მაღალ კვალიფიციური მეზღვაური ქვეყნის სიმდიდრე და სიამაყე. თქვენ ბათუმის საზღვაო საინჟინრო სასწავლებლის ANRI-ის დახმარებით შეგიძლიათ გახდეთ ის კვალიფიციური მეზღვაური, რომელსაც არამხოლოდ საკუთარი ოჯახის უზრუნველყოფა შეუძლია, არამედ სახელმწიფოს კეთილდღეობაშიც შეაქვს წვლილი.